Hakkınızı helal edin. Maslamet xart Ali Kemal Bey. Kızlarım size emanet. Gogoevs თქვენ გაბარებთ. Onlara Ხოთ, კარგად მიხედეთ. olur mu? Კარგი. Საკურწილო კაბაზე რას ფიქრობ ჯერასად? ჯერ ვერ გადავწყვიტე. მაგვიანებთ. ახლა უნდა შევუკვეთოთ. ივნისი ქორწილებისთვია. ძალიან არ დავაგვიანოთ. სოველი შერჩევას დრო დასჭირდება. მისმენთ ნორჰაიათანი. იმედია მოვასწრებთ. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. თუ ჯერ არაფერი შეგირჩევია, მინდა ჩემი მკერავი გაგაცნო. სიამოვნებით ძალიან გამიხარდება. შერმინ ჰარიმი კარგად კერავს, განსაკუთრებით საქორწილო კაბებს. გასაგებია, ცოტა მოიცადო. ძალიან გაუხარდება ონური საცოლესთვის კაბას თუ შეკერავს. ასე არ არის ონურ? რაზე საუბრობდით? შერმინ ჰარიმზე ვამბობდი, შენი ცოლისთვის საქორწილო კაბას თუ შეკერავს, ძალიან გაუხარდება. შეღრაზათი თუ თანახმა იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. მაშინ შერმინ ჰარიმს მე დაველაპარაკები. თქვენთან საუბარი კარგია, დედა. მაგრამ ჩემი წასვლის დროა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. წადი შულო, მე და შეჰრაზათი დავრჩებით. წადი, არა შეჰრაზათ. რა თქმა უნდა. კარგი, როგორც გინდათ. ყავას დავლევთ. მე უნდა წავიდე. მოგაცრავად. დროებით. მადლობ. არაფერს, გემრიელად მიირთვით. პირველი შემთხვევა, როცა მარტო დავრჩით. ეხ. ნედავ ამის შესაძლებლობა ადრე გქონოდა. არა უშავს, მთავარია ვისაუბროთ. თუნდაც ახლა. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ერთად უფრო მეტ დროს გავატარებთ. შენი და ონურის დაქორწინების ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამას კიდევ ვერ შევეჩვიე. ხედავ? არ ვალავ. ვიცი. ხომ იცი, ჩვენი ოჯახი მუდამ ყურადღების ცენტრშია. ონურ ძალიან გაუმართლა, რომ შენნაირ განათლებულ და ლამაზ ქალზე ქორწინდება. ონურისთვის შესაფერისი ხარ. ონურის მამას, მოსინახსალს, მინიაფის დაარსების დროს მრავალი პრობლემა ჰქონდა. ეს სულიერი თუ მატერიალური პრობლემები ერთად გადავლახეთ. ჰოლდინგმა მრავალ კრიზისს გაუძლო და დღემდე ასე მოაღწია. წარმომიდგენია. აქსალის გვარის ტარება ადვილი არ არის. ონურზე დაქორწინებით მინიაფი ჰოლდინგის წევრი გახდები. ასევე შენი შვილიც.
მიუხედავად იმისა, რომ აქ სალის გვარის არ არის. გასაგებია რისი თქმაც გსურთ ფერიდი ჰანიმ. თუ გნებავთ ვისაუბროთ. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შვილის გვარი ევლია ოღლუა. და ყოველთვის ასე იქნება. ჩემ შვილს ონურის გვარი და ქონება არ სჭირდება. მინდა დარწმუნებული იყოთ, რომ ონურს ეს სიყვარულით ქორწინდები და ანგარება არ მამოძრავებს. არც მე და არც ჩემ შვილს ბინიაფი ჰოლდინგზე პრეტენზია არ გვაქვს. და არც გვექნება. ამაზე ნუღელავთ. განსაცმლის საკიდი გვაქვს? სევით არის. ქარხანაშიც აღარ წახვალ? არც ქარხანაში და არც მაღაზიაში. სულ აქ ვიქნები. ბავშვებს რას უპირებ? სანახავად ვივლი ხოლმე. რამე გამოსავალს მოვძებნი. ამაზე ნუ დარდო. ჯანსელ, დასვენება გჭირდება. მე შენია ალი ქემალ, რომ ისევ მარტო დავრჩები. ნორაფრის გეშინია. სულ შენთან ვიქნები. სულ შენ გვერდით ვიქნებითო. ყოველთვის ჩვენი იმედი კონდესო. ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მამა. სულ შენ გვერდით ვიქნებით. ოზონ, შენ ჩვენი შვილი ხარ და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ ჩვენი შვილი უბედურია. თუ ოჯახში ბედნიერება არაა გამოსავალის პოვნა. გამოსავალი ალი ქემალისა და ჩემი დაშორებაა, მამა. ამის თქმა გინდათ? დაშორდით მეთქი არ ვამბობ. ცოტა ხანს ერთმანეთისგან შორს იყავით. ნახოთ დრო რა შეცვლის. სამწუხაროა. იმის მაგივრად, რომ ალი ქემალის სახლში დაბრუნებას ეცადოთ, დაშორდით ვამბობთ. ოზონ, ოჯახის დანგრევა მშობლებს არასოდეს უნდათ. ჩვენს გვინდა რომ ალი ქემალის სახლში დაბრუნდეს. მაგრამ რომ დაბრუნდეს ბედნიერი იქნება? ალი ქემალი მე გავაუბედურე, მამა. ოჯახი მე დავანგრიე? მე? ალი ქემალს რომ დავშორდე? თავის საყვარელზე დაუფიქრებლად დაქორწინდება. ეს გინდათ? მოგეწონებათ საყვარელი ცოლად რომ მოიყვანოს. ხალხი რა სიტყვის? გინდათ რომ თქვენი ოჯახი შერცხვეს? გინდათ? ამის უფლებას არ მივცემთ. თუ დავშორდებით მასზე დაქორწინდება. თუმცა ამის უფლებას არ მივცემ. სანამ ცოცხალი ვარ, განქორწინებას არ ვაპირებ. ბურჰან ბეი ფუსუნის სიმართლეს ამბობს. როგორ მოვიქცეთ ნადიდე ჰანიმ? უთხრათ რომ სახლში დაბრუნდეს და უბედური იყოს? ამას რატომ ამბობ ბურჰან ბეი? მამა ისევ წავიდა? ახლა ამაზე ნუ ფიქრობ საყვარელო. დედა და მამა დაშორდებიან? ამაზე რატომ ფიქრობ? ასე არ მოხდება. წამოდი ვითამაშოთ. მოდი მონოპოლია ვითამაშოთ. მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ. ასეთი რამ არ მოხდება საყვარელო. ნუღელო. ამა რომ მიდიოდა თავისი ნივთებით წაიღო. ნუტირი. ქორწილისთვის მზადება როგორ მიდის ონურ? დღე დათქვით? 16 ივნისი. ივნისი ქორწილების თვეა. სად იქნება? ჯერ არ გადაგვიზღოდია.
სახლის შეგირჩევიათ. ყველაფერი გცოდნიათ სევახანი. ბეთულმა მითხრა. მინდა რომ ძალიან ბედნიერები იყოთ. საქორწილო კაბაზე რას ფიქრობთ? კერავი შეარჩიეთ? ჯერ არა. დედას უნდა რომ თავის მკერავს შევაკერინათ. ნახოთ რა იქნება. შერმინჰანიმს შესანიშნავია. მე რომ დავწვე და დავიზინო, ხერხული ხომ არ იქნება. რას ამბობ კერემ? უკვე გვიანია. ჩვენი წასვლის დროა. წავიდეთ. ნახვამდის სევალჰანი. ბენო ადექი საჭმელი მზად არის. ჩვენ ჭამე მე არ მინდა. შენ რომ გიყვართ ქათამი ისე მომამზადე. არ მინდა მე ლექარმშია. ქერემბეის დაურეკე? არა, რატომ ეკითხები? ავად ყოფილა. დღეს სამსახურში არ მოსულა. მე შორის რა ხდება მითხარი? სათქმელი არაფერია, მე და ქერემი დავშორდით. რატომ? ყველაფერი დამთავრდა. დავშორდით. რატომ დაშორდით? სასმელის გამო? ბენუ, დროა თავი დაანებო. ნახე სევალჰანი ჩვენი ქორწილით როგორი დაინტერესებულია. ქორწილები უყვარს, დედა ჩემს არ გავს. ჩვენი ქორწილის ორგანიზატორობა რომ შევთავაზოთ ძალიან გაუხარდება. რა დაგემართა? არაფერი, რატომ ეკითხები? ისე, მოწყენილი ჩემ ხარ. არა, კარგად ვარ. დედა ჩემ არა მეკითხრა? არა, საყვარელო, რა უნდა ეთქვა? ჩემი წასვლის შემდეგ რაზე ისაუბრეთ? არ მეტყვი? უმნიშვნელო საკითხებზე. ისევ საუბრობდით. მაინც? ქორწილის ამზადისზე ისეთი არაფერი. შეჰრაზად. შვილო, სიცხე მისევა გიწია. შეჰრაზად, მიყვარ ხარ. შვილო. შეჰრაზად, მიყვარ ხარ. შემოდი. ეს რა არის? საქორწილო ხელშეკრულება. ხედავ რაც არის. იმას გეკითხები რატომ მოიტანა? ონუ შეგიძლია მშვიდად მომისმინო. რისი თქმა გინდა შეჰრაზად? შეგიძლია მომისმინო. ვიცი ვისაც ქორწინდები. არ მინდა ჩვენს გარშემო ვინმემ რამე არასწორად გაიგოს. გთხოვ, გამიგე. არასწორად ვინან რა უნდა გაიგოს? ონურ, ნუ აზვიადე. მომისმინე. თუ ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწე, არც მე და არც ქანს ბენიაფის ქონებიდან არავითარი წილი არ გვერგება. არ მინდა მომავალში რამე გაუგებრობა მოხდეს. ჯერ კითხვაზე მიპასუხე. არასწორად ვინ უნდა გაიგოს? ვის რა პრეტენზია უნდა გაუჩნდეს? ბენიაფის მფლობელი მხოლოდ შენ არ ხარ, მე წილები გყავს. ბენიაფი მე და ქერემს გვეკუთვნის, ქერემბეის გულისხმობ? მარტო ქერემბეი არა, ბურაკბეი. სევალჰანიმი.
ეს დედაჩემ გითხრა? დედაშენი არაფერს უაშია. შეღრაზად. დედაშენი მართლა არაფერს უაშია. ეს ჩემი იდეაა. ხელშეკრულებას თუ ხელს მოაწერ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. შეღრაზად მომისმინე. ჩვენ ქორწინდებით. საქმიან ხელშეკრულებას კი არ ვდებთ. ჩვენს მომავალს ერთმანეთს უკავშირებთ. შენ, მე და ქაანი ერთი ოჯახი ვიქნებით. ოჯახი ხელშეკრულებით არ იქნება. მაგრამ რამდენჯერ გითხარი ყველაფერი რაც მე მეკუთვნის უკვე შენიც არის მეთქი. ჩემი სიცოცხლის ჩათვლით ყველაფერი შენ გეკუთვნის. ასეთი რამის მოსმენა აღარ მინდა. აიღე და დახიე. ხო. გაიღვიძე? წუხელისებს სიცხე გქონდა. მართლა? არ მიგრძნია. ახლა კარგად ვარ. ნოღელო. მთელი ხამე ბოდავდი. რას ვამბობდი? ალბათ 1000 სისულელეს. უკვე კარგად ვარ დედა. სიცხემ დამიწია. ქერემ, გახსოვს ნესლი-ჰანი და ნიჰათი ერთმანეთს რატომ დაშორდნენ? დეიდა ნესლი-ჰანი? ნიჰათს თავისი პარტნიორის მეუღლე შეუყვარდა. დედა გთხოვ? ავადმყოფობაზე ვლაპარაკობდით და ეს რატომ გაიხსენა? როცა ეს ამბავი გამომჟღავნდა, ცუდი რამ მოხდა. ნესლი-ჰანი და ნიჰათი განქორწინდნენ. მაგრამ საბოლოოდ ყველა უბედური იყო. მეგობრობაც დამთავრდა და კომპანიაც დაიშალა. ერთმანეთს ვეღარ უყურებდნენ. დედა, ამით რისი თქმა გინდა? პირდაპირ მითხარე. სიყვარულისთვის ყველაფრის გაწირვა და დანგრევა არ ღირშვილო. ამაზე საუბარი რატომ დაიწყე დედა? რისი თქმა გინდა? სიყვარული კარგია, მაგრამ გაუმართლებელი სიყვარული სასჯელი მწარია. ეს გაითვალისწინე. სხვათა შორის ბენუს ფოტოებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ მე ყველაფერი დავივიწყე. შენც დაივიწყე. არც კი მომისმინა ბურჰანბე. ქალი უარს ამბობს, დაიჩემა სახლი მე მეკუთვნის და არ დავთმობო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სხვა გამოსავალი უნდა ვნახოთ ბურჰანბე. როგორც მეტყვით ისე მოვიქცევე. ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის. რას გულისხმობთ? სახლი მას დარჩეს. რას ამბობთ ბურჰანბე, ეს თქვენი ქონებაა? მას რა უფლება აქვს სახლი დაიტოვოს? თავი დაანებე. კარგი, როგორც იტყვით. კარგი ჯანსა. მოპირდაპირე ქუჩაზე საწყობი ქირავდება. შევამჩნიე. საწყობი გჭირდება. პატარა ფართის გამო პროდუქციას ვერ ვყიდულობთ. საკმარისი ფართი არ გვაქვს. ხვალ მივიდეთ და ვნახოთ. ადგილი შევარჩიოთ. ალიქემა. რა? ალბათ ხვდები, რომ ამ საქმიდან დიდი მოგება არ დარჩება. ასე რატომ ფიქრობ? უბრალოდ თავს გავიტანთ. ამ მაღაზიებით ვერ გამდიდრდებით. ისი აღარ იქნება როგორც იყო. ხომ გესმის? სიმდიდრეზე არ ვოცნებობ ჯანსალ. თავარი ეს არ არის. თავარია რომ ერთად ბედნიერები ვართ. ჩემი სიმდიდრე. შენ და ჩემი შვილები ხართ. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. თავარია ერთად ვიყოთ. ჩემო ძვირფასო. მიყვარხარ ჯანსალ. დაანებე თავი ძვირფასო, რატომ წვალობ? ნიმეთი გააკეთებს. იყოს დედა. საქმეს გულს ვაყოლებ. ფიქრისგან გავგიჟდები. უსუნ, ნუ დარდობ.
დრო ყველაფრის მკურნალია. სჯობს ცოტა ხანს საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. დამიჯერებ უსუნ. მარტო თუ დარჩება, მაშინვე განქორწინებას მოითხოვს. ეს ადვილი არ არის. მაგრამ როგორც გითხარი, მოიცადე. ცოტა დრო გავიდეს. ცოტა დამშვიდდეს. გონზე მოვიდეს. დედა ვიცი რაც გადაწყვიტა. მაგრამ ისევ ვამბობ. ალიქემავს არ დავშორდები. არასოდეს. აზრს არ შევიცვლი. კარგი შვილო, ნუ გაშორდები. ბავშვების ანახავად არ მოვიდეს. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ალიქემავს უნდა. ყველაფერს ვანანებ. შვილების ნახვა მოენატრება. ნახოს რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. საკმარისია ფუსუნ, შვილების ნახვის უფლება ნამდვილად აქვს. რა? ალიქემავს ბავშვების ნახვის უფლება აქვს? რა თქმა უნდა აქვს. შენ თუ დედა ხარ, ალიქემალი ბავშვების მამაა. იმის მაგივრად რომ შვილებზე იფიქრო, მხოლოდ იმას ფიქრობ, ქმარს ტკივილი როგორ მიაყენო. იმის აღიარებაც არ გინდა, რომ ამ უბედურებაში შენც მიგიწვის წვლილი. გამარჯობა დედა. ონურ, რა სიურპრიზია, გამარჯობა. ჩაის დალევას ვაპირებდი. დალევს? რამე ხომ არ მოგიმზადო? არა, გმადლობ. ნეზიჰე, ონურ ბეის ჩაი მოუტანე. დედა ხომ გითხარი რომ არაფერი მინდა. აქ ჩაის დასალევად არ მოსულ ვარ. შენთან სალაპარაკო მაქვს. შენ და შეჰრაზადმა რაზე ისაუბრეთ? როგორ ჩანს შეჰრაზადმა უკვე ყველაფერი გიამბო. არა, მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა არაფერი უთქვამს. საოცარია. საქორწილო ხელშეკრულება შენი იდეა იყო? საქორწილო ხელშეკრულება? ხო, შეჰრაზად შენ უთხარი რომ ხელი მოეწერა. არა, მე არაფერი მithქვამს. მაგრამ სწორად მოქცეულა. ყოჩახ? დედა. ონურ, გთხოვ. სიყვარულმა არ დაგაბრმავოს. დედა, გაიგე რომ მე შეჰრაზადი მიყვარს. შეიძლება. მაგრამ შენ ბინიაფი ჰოლდინგის ერთ-ერთი მფლობელი ხარ. შენს ქონებაზე რომ ფიქრობდე, შეჰრაზადის მიმართ ჩემი ასეთი დამოკიდებულების მიზეზს მიხვდებოდი. შენი არ მჯერა დედა. შვილო, შეყვარებული ხარ. სიყვარული მალე გაივლის. არ ვიცით მომავალში რა მოხდება. საკითხს გულგრილად მომიუდგები. უნდა გესმოდეს რომ შენი დაქორწინება გინდა თუ არა, გავლენას ბინიაფიზეც მოახდენს. ამიტომ წინასწარ დაფრთხილებ. არ მინდა უბედური იყო. დედა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. შეიძლება ასე არ ფიქრობ, მაგრამ ბედნიერი ვიქნები. დარწმუნებული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევე. შვილო, გთხოვ, მე შენთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. როდესაც ჩემს ბედნიერებაზე ზრუნვას წადე, გამოუბედურე. ამას ამჩნევ დედა. ასეც ნუ გამსჭი. იმედია მიხვდები რომ არ ვწდებოდი. ძალიან გინდა რომ მართალი იყო. ვერ ხედავ რომ ბედნიერი ვარ. სხვათა შორის შეჰრაზადის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საქორწილო ხელშეკრულებას ხელი არ მოვაწერე. შაჰშერიანი ავად იყო? ავად იყო. მაგრამ წამლებს ვამდა და მალე გამოჯამრთელდა. ახლა თავს კარგად გრძნობს. და აღარაფერი აწუხებს? არა, კარგად არის. ორივე ერთად ალბათ მძიმე ვართ. ასე რომ ყოფილიყო მეტყო და შენ ჩამოდი, მე ქანს გავასეირნებო. კარგი. შვილო, გთხოვ, რამდენიმე დღე კიდევ დარჩი. კარგად ვარ დედა. აქ თავს ცუდად გრძნობდი? რას ამბობ დედა, ძალიან კარგად მივლიდე. მადლობ. მაშინ ცოტა ხანს კიდევ დარჩი, გთხოვ. მარტო მინდა ყოფნა. ხო, დედა. იქი, კარგი. მედიკო, შეიძლება ცოტა კარტოფილი კიდევ შევჭამო? რა თქმა უნდა, შვილო. შენეთყვი თუ მე ვუთხრა?
შენ დაიწყე. შვილო, ანჯი შენთვის რაღაცის თქმა გვინდა. ონურბიძე და მე დაქორწინდებით? საიდან იცი? საიდან იცი საყვარელო? ჩემი დედიკო გიყვარს, დედაჩემ შენ უყვარ ხარ. მე? როცა უყვართ ქორწინდებიან. ამის მერე მამა ჩემი ონურბიძე იქნება? მშლად ასე არ იქნება კან. მამა შენი აჰმედევლია ოღლუ იყო. შენ მისი შვილი ხარ. მამა შენ ძალიან უყვარდი კან. მეც ძალიან მიყვარ ხარ. კან, თუ გინდა შეგიძლია მამა დამიძახო. გინდა? შვილო. როგორ არის? ცოტა უკეთაა? ისევ ისეა. ნეტავ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს თუ ვიპოვით ნადიდე ჰანიმ. ძალიან დავიღალე. დანი, შემოდი. როგორ ხარ? როგორ ვიქნები? ვერ ხედავ როგორ ვარ? თავს ასე დღეში ნუიგდებ. ყველაფერი კარგად იქნება. მეტი სატანა აღარ შემიძლია. კარგი დაიკო, დამშვიდდი. ყველაფერი მოგვარდება. მოგზანდით. გამარჯობა. შემოდი ბენო. გძალიათ რომ დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, შემოდი. რა მოხდა? ლინიაფიდან მივდივარ ქერემბე. სისულელეს ნუ ამბობ. განცხადება დავწერე ხვალიდან. ბენო, სისულელეს აკეთებ. რა განცხადება? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ასე რატომ მომმართავ? აღარ მინდა რომ პრობლემები შეგიქმნათ. პრობლემებს არ მიგნებ. ქერემ, ჩემი სისუსტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდე. და რა? სასვლას აპირებ თითქოს არაფერი მომხდარა? ჩვენ შორის რა იყო? ხოლო ცუდი მოგონებები დარჩა. ბენო, ქერემ, გთხოვ მომისმინე. ბევრი ვიფიქრე და მეტი სატანა აღარ შემიძლია. აქ ვეღარ ვიმუშავებ. უნდა დავშორდეთ? დრო ისე გადის ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ეს ერთად ყოფნაა? ჩემზე იფიქრე ამ დროს როგორ ვიყავე. მართალი ხარ. ველოდი რომ ყველა პრობლემას შენ მოაგვარებდე. ყველაზე მეტად როცა გიჭირდა მარტო დაგტოვე. მაგრამ გთხოვ გამიგე. ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ჩემზე უარი ადვილად თქვი. მეც გამიგე ბენო. შეცდომას ვუშვებთ. შეცდომას. ორივე ვუშვებთ.
მოპატიე. მე გაპატიე. შენ? დიდი ხანია. Onur. რა მოხდა არჩევნებში გაიმარჯვე? გავიმარჯვე. ესე იგი თუ გიბის ახალ პრეზიდენტს ვესაუბრები? მოგოცა არ არის საჭირო. არჩევნები ფორმალური იყო. მე რა? ჩემგანაც მიულოცე. დენუც გილოცავს. მართლა? მადლობა გადაეცი. მიხარია რომ ერთად ხართ. ნახვამდის. არა დედა არ მოუცია. არ ვიცი დედა ხომ გითხარი არ მოუცია. რას ამბობ დედა? მამას მოცემული ფული შენთვის გამოგზავნა როდის ამგიწყებია? ვერ ვკითხავ. რა ვკითხო? დედას ფულს რატომ არ უგზავნი მეთქი? კარგი დედა საკმარისია. კარგად. რა მოხდა ფუსო? არაფერი. ბურჰანბეიმ დედაშენს ფული არ გაუგზავნა? ეთყობა დაავიწყდა. ახლავე შევახსენე. ბუჩხულმას ნუ გაირჯებით დედა. ალბათ ამის შემდეგ დედა ჩემს ფულს აღარ გაუგზავნის. ასე რატომ ამბობ ფუსო? ასეა რას ვიზამთ? ეთყობა ჩვენზე არავინ ფიქრობს. შეჰრაზად იმის შულს სახლს უტოვებს და დედა ჩემისთვის ქურუშები ენანება. ფუსუნ. ნახოთ რა იქნება. ბურჰანბეი. ისმენ ნადიდეანიმ. ბურჰანბეი საკმაოდ გულმავიწყი გამხდარ ხარ. რა დამოიწყდა? ფუსუნის დედამ დარეკა ამ თვეში ფული არ გაგიგზავნია. როგორ არ გამიგზავნია? ფული განისმევაცი რომ გაეგზავნა. როგორც ჩანს არ გაუგზავნია. გთხოვ, კიდევ ერთხელ გაუგზავნე ბურჰანბეი. ფუსუნს ნუ ვალაპარაკებთ. ნუ ველავ, ახლავე გავარკვევ. საღამომდე. ჰაიდარ, ზოგს ეტიკეტი აქვს, ზოგს კი არა. რატომ? ზოგი მოდელი ბაზრისთვისაა. ეს რას ნიშნავს? რომელსაც ეტიკეტი აქვს, ისინი სერიული წარმოებისთვისაა. ტექსტილიც უკეთესია, ანუ მათი ხარისხი უფრო მაღალია. მოხდი? განი. ისმენ ბურჰანბიძე. ფული რომ მოგეცი დედა შენისთვის არ გაგიგზავნია? გავაგზავნე ბურჰანბიძე, მაგრამ შეცდომით ხვის ანგარიშზე გამიგზავნია. ამას ხვალ მოვაგვარებ. დედა შესჭირდება შვილო. ასე როგორ შეიძლება? მოვაგვარებ ბურჰანბიძე, ნუ ღელავ. ფული ახლავე გაუგზავნეთ, ამ დაურეკე და შეეტყობინე. კარგი ბურჰანბიძე. ჰაიდარ, ქარხანაში უნდა წავიდე. კარგი ბურჰანბიძე. ნახვამდის. სევადი ურმაზი სამსახურიდან წავიდა. რას ამბობ? რატომ? არ ვიცი. სამსახური მამის მერე მალე დატოვა. როგორ ფიქრობთ? ამაში ვინმე ჩაერია? არ ვიცი. ნახვამდის აფერბეი. ნახვამდის. მადლობ. ონურ, შენი პრეზიდენტად დანიშნვის აღსანიშნავად ხვალ საღამოს მინდა ვახშამი მოვაწყოთ. არ არის საჭირო სევალჰანი. აღსანიშნავი არაფერია. ზვერფასო შენთვის და ბინიაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. არ მინდა დაიღალოთ. რას ამბობ? ძალიან ხომ მომაწყენინებ. კარგი. როგორც გინდათ. როგორ ფიქრობ, შენს პატივსაცემად ვახშმის მოწყობა დამხლის? მადლობთ. ხვალ საღამოს გელოდებით. ნახვამდის სევალჰანი. მეც მათხოვეთ? ეს ველოსიპედია. მერინა. გეყოფეთ გართობა. გარეთ გაისერნეთ. დედა, Bırak kızım oynasın. დარჩნენ ითამაშონ. გაერთონ. გაჩერდი. განი. დამეხმარე. მოდი. დამეხმარე. კარგად მოიფიქრე. როგორ გაუხარდათ? ველოსიპედი ყველა ბავშვს უყვარს ნადიდეანიმ. დღეს ველოსიპედით გავახარეთ.
ამით ერთობიან. მაგრამ მერე ამას დაივიწყებენ. მამის არ ყოფნას როგორ შეეგუებიან. რისი გაკეთებაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ, ნადიდე ხანიმ. რადგან მშობლები ამაზე არ ფიქრობენ. ბავშვებზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ყველაფერი საუკეთესო ექნებათ, ნადიდე ხანიმ. ხვალ შეჰრაზადთან მიდიხარ? იმ ამბავს ეთყვი? შესაბამისი ვითარება თუ იქნება ვეტყვი. რატომ არ უნდა ვუთხრა? ეს რა არის? გამომართვი. ეს ამაცვის არის. ჯანსა. ალქემალ. არ მინდა იფიქრო რომ შვილებს დაგაშორე. ამას თუ იფიქრებ ძალიან გაუბრაზდები. მოდი ფოტოები ჩავდოთ. ვისაპატიჟებით. ბევრი სტუმრის დაპატიჟება არ არის საჭირო. არა ძვირფასო. პატარა ვახშამს მოვატყობთ. შენ, მე, ონური, შეჰრასათი, ქერემი და იასემინ ჰანიმი. ზაფერბეი, რა თქმა უნდა, მეუღლესთან ერთად. კარგი იქნება. დიდი ხანია გულის და ხანიმი არ მინახავს. ბენუ და მელეკიც იქნებიან. მათ რატომ ეპატიჟები? რატომ არ უნდა დავპატიჟო? მეგონა რომ ბენუს არ ელაპარაკებოდი. ველაპარაკები? ძვირფასო, სწორად იქცევი? რა თქმა უნდა. კარგი. უბრალოდ გამიკვირდა იმ ფოტოების მერე რომ ელაპარაკები. ფერიდე, შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც დაიბეჭდა. დაუფიქრებლად გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა. მაგრამ საფიქრალი ბევრი არაფერია. რაც ფოტოსურათზე იყო, ქერემს ვისაუბრე. მან ყველაფერი ამეხსნა. რა თქმა უნდა. როცა ადამიანი შეყვარებულია, საყვარელი ადამიანის გამართლებას ყოველთვის შეძლებს. იცი რა, ფერიდე? მე გაზეთების, ჟურნალების და ტელევიზიის კი არა. ჩემი შვილის მჯერა. შენი გადასაწყვეტია, მაგრამ არ მესმის სევალ. შენ არ ამბობდი, რომ თავარი ის კი არ არის ჩვენ რას ვფიქრობთ. არამედ ხალხი რას იტყვისო. ყველაფრის გაკონტროლება წარმოუდგენელია. ვერ გააკონტროლებ. ახალგაზრდები სხვანაირები არიან. ჩვენს თაობას არ ყვანან. თანაც ჩემი შვილის დაკარგვა. შეჰრაზად ბევრი საქმე დაგვიქრობდა, მეშინია რომ ვერ მოვასწროთ. ყველაფერს მოვასწრებთ, ბენუ, ხომ ხედავ? შეუჩერებლად მუშაობთ, ხო, მაგრამ ბოლო დროს კონცენტრირება მიჭირს. შენ რომ არ ყოფილიყავი, ვერაფერს მოახერხებდი. ასეთი რამეს ხშირად მოსვლია, მაგრამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. მართალია, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, რომ ჩემს დარწ ყოველთვის სამსახურის გარეთ ავტოვებ. გარდი რომ ვახსენე, ეთყობა იგრძნო. ქერემბეია? ალო? სად ხარ? ჰოლდინგში და მუშაობთ. ისევ? გეყოფა წამოდე, უკვე გვიანია. ახლა ვერ წამოვალ, ქერემ. არ შემიძლია. მუშაობას როდის დაასრულებთ? დღეს ალბათ დილამდე ვიმუშავებთ. ესე იგი ვერ შევხვდებით? ამ საღამოს ვერ მოვახერხებ. რას ამბობ? შეჰრაზადმა მოგიკითხა. ჩემგანაც მოიკითხენ. კარგი, აღარ მოგაცდენთ დროებით. ხოლომდე. ნახვამდის. დადი, მე გავაკეთებ.
Ay saçmalama. რას ამბობ, უამრავი საქმეა. Ama daha yeni. მაგრამ სულ ახალ შერიგდით. Hayır. უკეთესია მოვენატრები. Zaten შეხრაზად გადავწყვეტე ქერემის ზეზმეტად აღარ შევაწუხო. Çok sevindim Barış. ძალიან გამიხარდა რომ შერიგდით. მეც İnanamıyorum beni affet. არ მჯერა რომ აპატია. Çok yanlış yaptım. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი შეაზად. ძმა თურმე მარაქეში დააკავეს. ონურს ესროლეს. აქციების ფასი დაეცა და იმის მაგივრად რომ ის გვერდით ყოფილიყავი მისგან გაგებას ვითხოვდი. Benim ucum. ნუ თავს მივიდანაშაულებ. თავარია რომ შერიგდით. არა? გამომართე. ცუდად გამოიყურებენ. ხო, ცუდად ვარ. რატომ? ეს როგორი შერიგებაა? თუ შერიგდით უნდა გიხაროდეს, ბედნიერი უნდა იყო. ვენოსთან შერიგებამ ჩემს დარც ვერ უშველა. არ მჯერა. ისევ ის ამბავია. ჩემს საყვარელ ქალს ჩემი საუკეთესო მეგობარი უყვარს. მედი არ მწყალობს. რას იზამ? მედი ზუსტად ასეთი რამაა. ძალიან ცუდად ვარ მე ერთ. უფრო ცუდად ვიდრე გონია. შეხრაზაც ვერ ვივიწყებ. ონურსაც ვერ ვისწორებ თავს. რამ გაგახსენა? დავიწყებული ყავდა. დავიწყებული? არა. ვეცადე და მევიწყებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არ შემიძლია. რა გითხრა კერამ? მესმის რთულ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ძალიან ქორწინდებიან. უკვე თარიღიც დათქვეს. რა თქმა უნდა, მეგობრის ქორწილში მასპინძელი მე ვიქნები. სახეზე ღიმილი მექნება. ხალხს კი ბენოს გავაცნობ, თითქოს ძალიან მიყვარს. ჩვენც კი გვითხოვენ თქვენ როდის დაქორწინდებითო. რთულია. მაგრამ ცხოვრება ისეთია, ვერაფერს გაუგებ. შენი აზრით, სასწაული მოხდება? შეხრაზათი და ონური დაშორდებიან. სისულელეს ნუ ამბობ. სასწაული მოხდება. შენ შეხრაზაც დაივიწყებ და ბენო შეგიყვარდება. თუ გინდა მე გაჭმევ ქან. უკვე დიდი ვარ ბებია. თვითონ შევჭამ. ჩემი დიდი ბიჭი. ქანი უკვე საჭმელს თვითონ ჭამს. Ben tamamıyla. ჩემი გასაკეთებელი აღარაფერია. Ay aşk olsun. არა უშავს. Kaan artık mektebe. ქანი მალე სკოლაში წავა. Ne işi yarayır? მე საჭირო აღარ ვიქნები. Şehrazat. შეხრაზად გმარდობ. Bu evde elime ამ სახლში sıcak sudan. ოჯახის წევრებით მემიღე. Ama mihriban. რას ამბობ მიხრებან? Ben უსახმოდ ყოფნას მიჩვეული არ ვარ შეხრაზად. Bakı'da çok işliyim. ბაქოში სულ მუშაობდი. ხანდახან რამდენიმე საათი თუ დავისვენებდი. მე ისე ვაფრთხილებდი. ძალიან ბევრი გიმუშავია. ახლა ცოტა დაისვენე, რა სიტყვით? მართალია. Bunlar ay. ეს აგენტოდან გამოგზავნეს. მოსაწვევების ესკიზებია. ძალიან ლამაზია. ყველაზე ლამაზი რომელია? ვინც უნდა გადაწყვეტოს იმას აჩვენებს. გონი ყველაზე კარგ არჩევებს ის გააკეთებს. კარგი, მაგრამ მე შენი აზრით მაინტერესებს პირდევს. ვფიქრობ ყველა ძალიან ლამაზია. საუკეთესო შეხრაზათანი მე აირჩევს. უყელა. ეს რა მაქვს? Alma. პაშლი. არა. დაზამთრო. ნახე. შეხრაზად. Sana bir şey რაღაც მინდა გითხრა. ისმენთ. Sen biz შენ geç kavuş. ჩვენი ოჯახის ახალი წევრი ხარ. მომიცი? Biliyorum. დიახ, ვიცი. Şimdi ახლა სხვა ოჯახის რძალი გახდები. bundan sonra hayatında ამის შემდეგ ჩვენთვის ნაკლები დრო დაგრჩება. birimiz olacak. Kaan'ı da ქანის ნახვას რომ შევძლებთ. görebileceğiz. Ama böyle ასე რომ ლაპარაკობთ გულს მტკენთ. o nasıl söz? ქანი თქვენი შვილიშვილია. Torununuz. და მოგინდებათ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ. Göreceksiniz. Sağ ol. გმადლობ შვილო.
Biz bu მე და ბურჰანბეიმ შენ საქმროს ოჯახზე gelin gidici და მის მდგომარეობაზე ვილაპარაკებ. varlığı seni incitmesin. არ გვინდა ვინმე გული გადგინოს. İstiyoruz. Sakın ola იცოდე, kendine eksik თავი მარტო არ იგრძნო. hissetme. Ha? Her ne olur რაც უნდა მოხდეს, შენ გვერდით ვართ. hayat olur da თუ რამე პრობლემა შეგექმნება, იცოდე, bizim evimiz რომ ჩვენი სახლი senin öz ana baban. შენი სახლიც არის. Teşekkür ederim. ამ თბილი სიტყვებისთვის გმადლობთ. Yine çok güzel. Bizim ბურჰანბეიმის სახლი სადაც ცხოვრობთ, ქაანის სახელზე გააფორმა. მინდა რომ ეს იცოდე. Sağ olun. გმადლობთ, მაგრამ რა საჭირო იყო? Burhan Bey'le ben ჩვენი გარდაცვალების შემდეგ ქაანი, kan mirası როგორც მემკვიდრე თავის ძილს, ისედაც მიიღებს. მაგრამ bizim ეს სახლი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. bizim arkamız მე ვინმე რომ არ შეედაოს, მინდა karşıახლავე ყველამ გაიგოს, რომ ის სახლი kanın ქაანისა. olduğunu bilsin istiyorum. მაგრამ ახლა ჩუმად ბურჰანბეიმ საჭირო ჩათვალა. გზვილო ალლაჰმა სულ ბედნიერები გამყოფოთ. Canım. საყვარელი. გემრიელად მიირთით. ალბათ ეცადე რომ მონური დირექტორად დაერჩიეთ. სასაჭირო იყო. მისი კანდიდატურა დასახელდა თუ არა, ყველა აპლოდისმენტებით შეხვდა. ყველა მიცის რომ მონურს ვერ დაამარცხებენ. ახალი საქმე გამიჩინეთ, განსაკუთრებით შენ. ძალიან კარგი. Hadi o zaman. თურქეთის ახალგაზრდა ბიზნესმენების კავშირის დირექტორს ონურ აქსალს გაუმარჯოს. განს ხომ არ ეწყინა ასე გვიან რომ გამოხვედე? არა. მიხარია. ბენო, რატომ არაფერს მიირთმევ? შევჯამ, გმადლობთ. არ მოგეწონა? ძალიან გემრიელია. ზაფერბეი, გულისთან ალენი რატომ არ წამოიყვანეთ? გამოსვლა უნდა და მაგრამ ვერ შეძლო. ისევ გაზაფხულის ალერგია დაეწყო. თავს ცუდად გრძნობს. რას ამბობთ? მოგიკითხეთ. გადავცემ. ერთხელ ყველა შევიკრიბოთ. აუცილებლად. Çok teşekkürler. მადლობთ სევალხანიმ. Harika bir gezi. თქვენი წყალობით საოცარი საღამო გავატარეთ. მადლობას მეგიხდით. კარგი საღამო იყო. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვიკრიბებით. მეთანხმები ფერიდე. ასია. ამის შემდეგ უკვე ჩვენს ქორწილში ვივახშმებთ. O güne ilk სიხარულით ველოდები. hadi iyi geceler. ღამემშვიდობისა სევალ. Geceler. ნახვამდის. გამომშვიდობისა დედა. ღამემშვიდობის. İyi geceler. ნახვამდის. İyi geceler. ნახვამდის. İyi geceler. ნახვამდის. İyi geceler. İyi geceler. მე და დედა შენი შევთანხმდით ამ კვირას მის მკერავთან წავალთ. Annemin ვალდებული არ ხარ მისი გულის მოგებას ცდილობდნენ. bize gitmek istemiyorsa თუ იმ კერავთან წასვლა არ გინდა, ასეთი წვრილმანის გამო გული როგორ ვადგინო? Aile ilgisi yok. თან მარტო დედა შენის თხოვნის გამო კი არ მივდივარ, სევალხანმა თქვა კარგი მკერავიაო. როგორ გამიმართლა? senin gibi mi? შენნაირი საოცარი საწოლე რომ მყავს. Sen düğün için ქორწილისთვის სასტუმროებში დარეკე. Birlikte karar არა, ეს ერთად გადავწყვიტეთ. nereye gidiyoruz? რად მივდივართ? Senin? უნდა მოგიტაცო. საღამომშვიდობისა.
საღამომშვიდობისა. აქ რატომ მოვედით? მოგზანდით. ვაპატიეთ ცოტა და გოგვიენდან. დრო ვერ გამოვნახეთ. არა უშავს ონურბეი. მოგწონს? მაგიდის მორთვის სხვადასხვა ვარიანტი მოვამზადეთ. Süslemeler. რომელსაც აირჩევთ, იმის მიხედვით გავაკეთებთ. საქორწილო ტორტი შეგიძლიათ კატალოგიდან აირჩიოთ. Vaktiniz olursa შეგვიძლია მენიუს განვიხილოთ. რა თქმა უნდა. ინკებით ჩამოვალთ. აი ასე წამოვალთ. ახალ დაქორწინებულების მაგიდა იქ იქნება. რა სიტყვი? ცოტა სიარული მოგვიწევს. თუ ვერივლე. მუნიციპალიტეტის მერის პასუხს ველოდები. მერის პასუხს? ბიუქშაჰირის მერი დამთავრდა. ხვალ ხელმოწერის დროზე შევთანხმდებით. დანარჩენი ასე გადავწყვიტე. აი იქ თეთრი როიალი იქნება. წინ ვიოლინო, ჩელო და კონტრაბასი. 25 კაციანი ორკესტრი იქნება. რა სიტყვი? არ ვიცი რა გითხრა. ყველაფერი არაჩვეულებრივია. რამე ხომ არ გინდა შეცვალო? რას ამბობ ონურ? ყველაფერი საოცრად კარგად მოგიფიქრებია. ნურაი ჰანიმ, მაგიდები ზემოთაც იქნება? დიახ, ნაწილი შიგნითაც განთავსდება. მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ დადგათ. რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, მაგიდები მრგვალი იქნება. რამდენად ამეასპატიჟებთ? დაახლოებით 750. 750? ხო. ბევრი არ არის? რას ამბობ, მგონი ცოტა? ჯერსი არ შემიდგენია. ალბათ 1000-მდეავა. მე ბევრი ახლობელი არ ვყავს. არა უშავს. შეიძლება ვნახოთ. ინებით ონურბეი. მოდი დაჯექი. ხარჯს აგრეთვას კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს და მერე შემოგიტანთ. მადლობ. აი შეჰანიმ, ქორწილისთვის სასტუმროს ბე უნდა გადაურიცხოთ. თარიღზე უკვე შეთანხმდით? გილოცავთ. დიახ, მადლობ. ne kadar gönderin? რამდენია საჭირო? $50,000. ახლავე გადარიცხეთ და შემატყობინეთ. მოგზანდით. Merhaba Onur Bey. გამარჯობა ონურბეი. მოწვეულთა სია შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ. რა თქმა უნდა, მოდი. შეგიძლია წახვიდე აი შეჰანიმ. კარგი, საქმეს მივხედა. ფულიას კომპიუტერზე ოფიციალური პირების სია ამოვიღე, რომლებსაც ბინი აფიში ხშირად ვეპატიჟებით. მადლობ, დაჯექი. საკმაოდ ძველი სია. გაიცანი ჩერმინჰანიმ, შეღრასათი ჩემი რძალი. გამარჯობა. გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. გმადლობთ. Bu kadarını hiç tahmin etmedim. გაოცებული ვარ ცხოვრებაში ბევრად ლამაზი ბრძანდებით. ნამდვილად. Size თქვენთვის კაბის შეკერვა ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება. გმადლობთ. უიაჰანიმმა ეს სია ბოლოს როდის განაახლა? არ ვიცი, დოკუმენტები არეული იყო, ახალსიას გავამზადებ და შემოგიტანთ. კარგი, მადლობ მელეკ. არაფერს. ben de სხვა არაფერს დამოვალებთ. ისედაც შეგაწუხე. რას ამბობ, სიამოვნებით ვაკეთებ. იმედია მალე ბენოს ქორწილის სტუმრების სიასაც შეადგენ. იმედია. შერმინჰანიმ, ამ ფრანგულ გიპიურზე ამბობთ? დიახ. თუ მოგწონთ, თქვენთვის შემიძლია შევუკვეთო. Maşallah. Kullanacağım შერმინჰანიმ, გთხოვთ, ყველაფერი საუკეთესო ხარისხის იყოს. buna bir ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა, ფერიდე ჰანიმ. გაითვალისწინეთ, ონურ აქსალის მეუღლის საქორწილო კაბა უნდა შეკეროთ. იმედი მაქვს მაქსიმალურად დაიხარჯებით. რას ამბობთ, ფერიდე ჰანიმ? ნუ ღელავთ. vallahi gelin. ულამაზესი რძალი გყავთ. Maşallah. Ben asıl
დღეს კურსებზე საერთოდ არ მინდა წასვლა. არც მე. დანი. კურსონ აქ რას აკეთებ? დამოდი, დავილაპარაკოთ. რაზე? საღამოს სახლში ვილაპარაკოთ, ახლა არ მცალია. დანი, ეხი გამოადგე. იცოდე ხალხის შეგარცხონ. დამოდი. ერთი წუთი ასე ნუ მეკაჭები. თქვენ წადით, მეც მალე მოვა. კარგი. აი შემიხრა ონუს ხორცელისთვის ბესახით $50,000 გადაურიცხავს. მართლა? ამ გოგომ უნდა თქვას ბედი მაქვს, ცხოვრება სადაპირებენ. ონუ რაქსალმა ბოსფორზე სახლი იყიდა. რას ამბობ, ხუმრობ? არა, არ ხუმრობ. მართლა იყიდა. ვერ ვიჯერებ. აბა გამოიცანი რამდენი გადაიხადა. 400,000 ლირა. 1,500,000. სისულელის ნუ ამბობ. ციფრებს უაზროდ ვეხუმრები. ციფრებს ვეხუმრები? ხო, მაშინ გადახდის ბლანკი გამომიგზავნე. კარგი. კუსუნ თავიდან იწყებ? განი, ნერვებს ნუმიშლი. იმ ქალის სახლი აუცილებლად უნდა იპოვო. რომ იპოვო რა სიზან? შენი საქმე არ არის. როგორ უნდა ვიპოვო, გაგიჟდი? იმ ქალის მაღაზია ხომ იცი? იქ მიდი. და მერე აედევნე. კარგი რა კუსუნ. უნდა იპოვნო, განი, უნდა იპოვნო. როგორ მომბეზრდა? ალა, როგორ მომბეზრდა? მოდელი უკვე შეარჩიე? ძალიან მაინტერესებს. ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს, ოფისში შევხვდეთ. ესკიზების წამოღება არ დაგავიწყდეს. შეჰრაზადი და ფერიდი ჰანიმი მკერავთან მივიდნენ. კაბის მოდელს არჩევენ. მინდა მალე დადგეს ქორწილის დღე. შეჰრაზად საპატარძელო კაბა ძალიან მოუხდება. მოდი მალე მორჩეთ და წავიდეთ. იცი, ჩემი ქორწილი რომ იყო ზუსტად ასე ვინერვიულებდი. მამა, ძალიან გვენატრები. მეც მენატრებით ბავშვებო, ძალიან მენატრებით. მამა, სახლში აღარ დაბრუნდები? ბავშვებო, მე და დედა თქვენი ერთმანეთს ვერ ვუგებთ. ანუ ვეღარასოდეს გნახავთ? რას ამბობთ? ერთმანეთს ხშირად ვნახავთ. ხან სადმე გარეთ გავისეირნებთ. ხან ჩემთან მოხვალთ ხოლმე. არა დედა. რა თქმა უნდა. მურჩის ძილავს? დიახ, ბუსულჰანი. გოგოები მოვიდნენ სკოლიდან. მოვიდნენ? სად არიან? ბებიასთან ერთად სადღაც წავიდნენ. სად წავიდნენ? არ უთქვამთ. ალბათ სასეირნოდ. თუ მამამისთან წაიყვანა. ნიმეთ მიპასუხე. არ ვიცი, ბუსულჰანი. აი, მოვიდნენ. მოგზანდით. ოსუნევლია ოღლუ? მე ვარ. პირადობის მოწმობა მაჩვენეთ. აქ ხელი მოაზეთ. ნახვამდის. ნახვამდის. კაცის უნამოები სად დევს?
კაცის უნამოები აქ ატყვია. გმადლობთ. უგაცრავად. ერთი წუთით ალი ქემალი სად არის? შვილებთან შესახვედრა წავიდა. ის ხალი რომ შვილების ნახვის უფლებას არ აძლევდა. გოგოები ალი ქემალის დედას უნდა მოეყვანა. ექიმთან როდის მიდიხარ? არ ვიცი, ალბათ ხომ. ჯანსელ. მუცელი უკვე გეტყობა. ო, იზრდება ნელ-ნელა. სამთო ნახევრის ვარ. იმ კვირას 4-ის გავხდები. ძალიან კარგი. ჯანსელ. დროა სქესიც გაიგოთ. Hiç merak etmiyorum ki. სქესი არ მაინტერესებს. თავარია ჯამრთელი დაიბადოს. Öyle deme. ასე ნუ ამბობ. იქნებ ბიჭია. ალი ქემალი სიხარულით გაგიჟდება. Cinden uçar. განქორწინებისთვის სარჩელი შეუტანია. მამა, ხომ გაგიხარდათ? რას ამბობ ბოზონ? ალი ქემალს განქორწინება უნდა. თქვენც ეს არ გსურდათ? ბუსუნ. შვილო. შვილო, რამე დაგემართება. თავი დამანებეთ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გინდოდათ. ახლა ჩემგან რაღა გინდათ. უსუნ შვილო. აქ არ გავჩერდები. აუცილებლად წავალ. და გოგოებსაც წავიყვან. უსუნ. დადი. არა მიხრიბან. ალბათ არ დამაგვიანდება, კარგი, კოცნი. დროებით. რა მოხდა მიხრიბანი მერის წერილმა გაახარა? არ ვიცი, არაფერი უთქვამს, მაგრამ ალბათ გაუხარდა. რომელი წერილი? ალმაათის მერმა პირადად მიხრიბას მადლობის წერილი გამოუგზავნა. რის გამო? მიხრიბას კარგი გიდობა გაუწერია. ალბათ პროფესიონალი გიდის მომსახურებით არ დარჩებოდა ასე კმაყოფილი. ყველაფერი საუკეთესოდ აუხსნია. რამე ისეთია, რაც არ ვიცი. ვფიქრობთ, რომ მერს მიხრიბა ჰანიმი მოეწონა. საჩუქრების უყიდია. გვეცონება, მაგრამ აი წერილიც მოსვლია. მაგრამ მიხრიბა ჰანიმი ალმაატაში არ გაუშვათ. ძალიან ვთხოვთ. რუსიდან სტუმარი კიდევ თუ ჩამოგვივა, მიხრიბა ჰანიმი ცოტა ხნით უნდა გაათავისუფლოს. კარგი იქნება, რაც ხანის სკოლაში მივიდა, საქმე აღარ აქვს. სულ წუწუნებს. მუშაობა უნდა? უსაქმოდ ყოფნა მომწყინდაო. კარგით, უნდა შეუძლია ჩვენთან იმუშაოს. ასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, რა სიტყვი გერემ. რა თქმა უნდა, გამოგვადგება. სერიოზულად ამბობ? თუ უნდა ხოლმე მოვიდეს და საქმე შეუდგეს. იოსემინ, გამარჯობა. გამარჯობა. მოდი დაჯექი. Hoş geldiniz. გაბრძანდით. გმადლობთ. გამარჯობა შეჰრაზად, როგორ ხართ? გმადლობთ თქვენ? მუშაობ. ზიმენო, თქვენ როგორ ხართ? გმადლობთ, კარგად. შვილო, შენ გონია რომ ჩვენ ბედნიერები ვართ? Kim ister bir yuva? ოჯახის დანგრევა ვის უნდა? რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. Burhan Bey. ბურჰან ბეი სიმკაცრით ეცადა ვერ შეძლო. Ben tatlı მე ტკბილი სიტყვით ვეცადე. ama მეცადე დამებრუნებინა. olmadı işte. დაბრუნდა, Demedim. მაგრამ მაინც წავიდა. მე მადანაშაულებ დედა. თუდად რა გავაკეთე? ის რომ სახში ვიჯექი და ბავშვებს უვლიდი? ბურჰან ბიძია, შეიძლება მომისმინოთ. თქვი განე, თქვი რა მოხდა? დღეს იმ ქალის მაღაზიაში ვიყავი. მერე? ორსულადა. რა?
სამთვანახევრის. ხალხი მარცხა. უკვე გვიანია პარასკევის აღამო არ დავიტყდეთ. რა ხდება პარასკევს? აი უკვე დაავიტყდა. Divis Holding'in kurulu. Divis Holding'ის იუბილეა კერემ. იასემინის უეულებას მართავს. გამახსენდა. ადრე მითხარე. წელს რას გიგმავთ? კლუბში იქნება იუბილეა, მაგრამ ოფიციალური სახე არ ექნება. გვინდა რომ კუნძულზე კარგი დრო გავატაროთ. ასე შურს რა საჭირო იყო? რამე განსხვავებულის გაკეთება გვინდოდა, თან კუნძული ამ დროს ძალიან ლამაზია. ფერიდე ჰანიმი და სევა ჰანიმიც მოვიდნენ. ბენუ, შენს გელოდები. კარგი, გმადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის. დღეს ძალიან დაცხება. იმედი ამ კაბას მალე დავამთავრებ და ბოდრუმში დავბრუნდები. ზღვაში ბანაობა მომენატრა. იმედია. ამ ზაფხულს შენ ჩამოდი. აქ მაინც რას აკეთებ, საქმე არაფერი გაქვს. ვნახოთ. როგორც გინდა. რა მოხდა? ამის შესახებ საიდან გაიგეს? რა არის? ბიზნეს სამყაროს მეფემ ბინიაფი ჰოლდინგის ერთ-ერთმა მფლობელმა ონურ აქსალვა თავის საცოლეს შეჰრაზად ევლია-ოღლუს 1,5 მილიონ ლირად შეფასებული სახლი უღია. საიდან გაიგეს სახლის ფასი? ქორწილის ხარჯები კი, რომელიც 16 ივნის გაიმართება 9 მილიონ დოლარს აღწევს. შეჰრაზად ევლია-ოღლუს, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება უკვე ჰყავს ერთი ვაჟი, სახელად თავი. სახლის ფასის შესახებ საბუთი საიდან ჩაიგდეს ხელში? სავარაუდოდ ვიღაცამ იმეილით გაუგზავნა. მიკვირს ასე უსინდისოდ როგორ იქცევიან. ვიცი ვისი გაკეთებულიცაა. მეც. აიში ასეთ რამეს პირველად არ აკეთებს. რამდენჯერ გავაფრთხილე. შენ გადაწყვიტე. კარგი. ნურჰაიათანი. ჯერ ისმაილ ბეის დამაკავშირეთ, მერე კი აიში ჰანიმს უთხარით ჩემთან შემოვიდეს. ახლავე. როგორ არ ვიდარდო ქერემ ბეი? ყურადღებას ნუ მიაქცევ. მეორე ქორწინება. ქაანის არსებობა ყველაფერი გამოაქვეყნეს. სასირცხვილო ამაში არაფერია შეჰრაზად. არა, რა თქმა უნდა. მე არ მსხვენია. მაშინ რა გაწუხებს? კარგი, ნუ დერენ. ვიცი რომ ძალიან გეწყინა, მაგრამ გარდაუვალე იყო. ონორი ცნობილი ბიზნესმენია. კი, მაგრამ ვის რა დავუშავე? ასე რატომ აქცევია? საქმე დაშავებაში არ არის შეჰრაზად. შურთ შენი. ვისი შურთ? ყველაფრის. ნუ დერენ. მე ასეთი ცხოვრება არ მინდა. მე უბრალოდ ონორი მიყვარს. თქვენ აქ აღარ მუშაობთ, გადაწყვეტილია. ონურ ბეი, ხოთ მომისმინეთ. თქვენი მოსმენა არ მინდა. რაც გააკეთეთ არ გეპატიებათ. მაგრამ ის საბუთი მე არ გამიგზავნია. აიში ჰანიმ ჯობია გაჩუნდეთ. ის იმეილი თქვენ საფოსტო ყუთში ისევ შენახულია. დაგზავნილია ზეინებთან. თავის კი არ შეიწუხეთ რომ წაგეშალათ. მაგრამ ის მეელი ცუდი. ცნობები ჩემ პირად ცხოვრებაზე უცხოპირებს შეატყობინეთ. ეს დანაშაულია. გისმენთ ონურ ბეი? ისმაილ ბეი, კომპანიის უფროსის პირად ცხოვრებაზე ცნობების უკანონო გაცემის მიზეზით აიში ჰანიმი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ვიცი ონურ ბეი. დაცვის ორი წარმომადგენლის თანხლებით მხოლოდ საკუთარი ნივთები აიღოს და კომპანიის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვოს. გარდა ამისა, ტექნიკურმა განყოფილებამ ყველა კოდი შეცვალოს. ახლავე. გამოგზავნით აიში ჰანიმ. ერთი წუთით. ადვოკატებსაც უთხარეთ ჩემს პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების გამო აიში ჰანიმის წინააღმდეგ საქმე აღძრან. კი, მაგრამ წადით.
haber yapmışlar. ეს რა სტატია? სათაურს შეხედე. Nesi var? რა მოხდა? Haber ძველ გვერდზე ეს სტატია. და არ მოგწონს. Sema'ya. სემა ეს მოგწონს? თითქოს ბინიაფის რეკლამას ვაკეთებდეთ. სულელები. ეს სტატია ონურს ვერ გაამწარებს. იმ ჟურნალისტს სათაურიც კი უთხარი. ქრივი დედოფალი. Adamlara. რა კარგად ჟღერს. მეც უთხარი, მაგრამ არ გამოიყენეს. ონურ აქსალის ერიდებათ. ამხელა ჰოლდინგის პატრონია. Durduk yere şehre. რა გავაკეთეთ? მხოლოდ შეხვასათ ანიმის რეკლამა. საქმე ასე შორს თუ იყო წასული არ მეგონა. ფიქრობდი გაერთობა და დაბრუნდება მათქი ნადიდეჰანიმ. ახლა ბავშვსაც ელოდებიან. 3.5 ყოფილა. ფუსულმა თუ გაიგო, ცუდი რაღაც მოხდება. ფუსული მართალია. 3 მართალი. თუ უბედური იყო. თუ ცოლს ვერ უგებდა, უნდა მისულიყო და ყველაფერი აეხსნა. შემდეგ კი მშვიდად განქორწინებულიყვნენ. მე გზახსნილი ექნებოდა. ფუსულს თვალებში ვეღარ მოყურებ. ცოტა ხანი მაინც ფუსულს ნუ გავაგებინებთ. განიძგავა ფრთხილე რომ არაფერი უთხრას. მაგრამ როდემდე უნდა დავმალოთ ნადიდეჰანიმ. მაინც გაერკვევა. სასამართლოში ყველაფერი გამოჩნდება. ნახოთ რა იქნება. მოსამართლე ვითარებას რომ გაეცნობა გაყრას მაშინვე გააფორმებს. ბავშვებზე მეურვეობას კი ფუსულს დააგისრებს. მერე რა მოხდება? თუ გაიყრებიან ფუსულის სადი ცხოვრებს. თუ ისურვებს ჩვენთან დარჩება. თუ არ უნდა ძალით ვერ დავტოვებთ. წაიყვანს ბავშვებს და წავა. მურჰამბეი, შეუძლია რომ ბავშვები აღარ გვანახოს. მიუხედავად იყიდება. დავიგე, მომატებული ფასი კი შენ ჯიბეში მიდის. ეს ბუნებრივია. უნდა იცოდე როგორ მოიქცენ. დროებით. ნახვამდის. ეს კი ჯილდოა ჩემი გაყიდვების ნიჭისთვის. ფრთხილად იყავი, შარში არ გაეხვა. კარგი სონერ, ნუ ღელავ. შენ საფრთხილ გამოცდაზე იფიქრე. ვაჭრობა მე მომანდე. Ayşen bir sakin ol. აიშე, ცოტა დაწყნარდი. მომშორდი. Sen ne biçim insan? შენ ვიხარ? Ne biçim? რა ადამიანი ხარ? Gözlerine ის საბუთი შენს დასარწმუნებლად გამოგზავნე. შენ კი ჟურნალისტებს გადაეცი. რა მოხდა, სამსახურიდან გამოგაგდეს? თან კომპენსაციის გარეშე ჩემი კარიერა აღარ არსებობს. Ayaklara bak ya. რა რამზადები არიან, მე ვიფიქრე მოეწონებოდათ. Şahane. კარგი სტატია გამოვიდა. არც მიფიქრია რომ დაგადანაშაულებდნენ. Gelmemişti. ჟურნალისტებს იმ საბუთს რომ აძლევდი, მე რატომ არ მკითხე? რატომ უნდა მეკითხა? მაპატი, მაგრამ ცოტა აჭარბებ. გამომაგდეს, არ გესმის? სასამართლოში მეჩივიან. რას ვაჭარბებ? Sen ne kadar hain. უნამუსო ადამიანი ყოფილხარ. Lanet olsun. ალლაჰმა დასწყებლო შენაირი მეგობარი. საკმარისია. გამუდმებით უფროსებზე რომ ჭოროობდი, იმაზე რა სიტყვი? სულ გაგიჟდი? იმ საბუთის გამოგზავნა მეკთხოვე? თვითონ გამომიგზავნე. რა გეგონა, კომპიუტერში შევინახავდი და მაშინვე დამავიწყდებოდა? ეს მე ყოფილა. რა ხდება? იქნებ ჯერ დაგეკაკუნებინა. გაჩუმდი. Niye hala haber? იმ ქალზე კიდევ ვერაფერი გაარკვიე? საცხოვრობს ის კახვა. ფუსუნ გეყოფა. თავი დაანებე იმ ადამიანს. განი გაფრთხილებ. იმ ქალის სახლს თუ ვერ გამიგებ, Sana მთელი ცხოვრება განანებ. მთელი ცხოვრება. რომ ვიპოვო რასიზმ. პოლიციასთან ერთად მივალ და დანაშაულზე წავასწრებ. Kileceğim kapıya. ორივეს მრუშობისთვის დააპატიმრებენ. ციხეში ჩალპებიან. ციხეში. ფუსუნ გაზეთებს საერთოდ არ კითხულობ. განი გეყოფა. მრუშობისთვის უკვე აღარავის აპატიმრებენ. მათი ციხეში ჩასმა დაივიწყე. სისულელის ვლაპარაკობ. ღალატი განქორწინებისთვის საუკეთესო მიზეზია. თუ განქორწინება გინდა, ეს შეგიძლია გამოიყენა. განი, მრუშობისთვის აპატიმრებენ. ქვეყანაზე რა ხდება წარმოდგენა არ აქვს. მარტო ლაპარაკი გეხერხება. მრუშობისთვის აღარავის აპატიმრებენ. ესე იგი, ერთად იქნებიან? ხო, ასია.
მაინც იპოვი. იმ სახლში ყველაფერს დავლეწავ. ფუსუნ გეყოფ არა? ზედმეტი მოგდის. გუმიჯა. არ მოწებდი? არა. ალაჰმა დასწყებო შენაირი ძმა. შენ ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ალე ქემალს ამას არ შეარჩენდა. შენგან კაცი არ გამოვა. ალაჰმა დაგწყებლოს. საგვარისია. შენც ნამდვილი ქალივით მოქცეულიყავე. ახლა ყველაფერი არ მათქმევინა. ფულს რატომ ფანდავდე? გაჩუმდი თორე მიცოდა გაგანადგურებ. ფუსუნ ჰანიმ შეჰრასად ჰანიმი მოვიდა. მე რას მეუბნები? თითქოს სხვა საქმე არ მქონდეს. ნადიდი ჰანიმა მითხრა უთხარიო. დადი. ფუსუნ ამას თუ ისე ძახიან. ეცადე გამოიყენო. სორამ ქუჩაში აღმოჩნდები.